ამ რეცეპტით ალუბლის კექს ვაცხობ ხოლმე, თუმცა დღეს შავი გოგრაბლით გამოვაცხე და დამიჯერეთ, ისეთი გემრიელი გამოვიდა, იმედებს გადააჭარბა. მე 500 გრამი ალუბალი გავრეცხე და კურკები გამოვაცალე. შეგიძლიათ მეტ ნაკლებიც გამოიყენოთ. აქედან 100 გრამი კურკა გამოცლილი ალუბალი მოვათავსე ქვაბში, დავასხი 200 მილილიტრი წყალი, დავამატე 3-4 სუფრის kovsi შაქარი. შემოვდგი და ავადუღე რამოდენიმე წუთით. ცხელსვე დავამატე 50 მილილიტრი კონიაკი. თუ ბავშვებისთვის ამზადებთ, შეგიძლიათ კონიაკი არ დაამატოთ. გამოყენებამდე ეს სრულად უნდა გაცივდეს. კექსის გამოსაცხობა თასში მოვათავსოთ 3 დიდი კვერცხი ან 4 პატარა კვერცხი. ვამატებ ვანილს, ჩაის kovsis წვერით მარილს, 200 გრამი შაქარი დავამატოთ და გავთქვიფოთ გათეთრებამდე. სანამ ამას გავთქვიფავთ, თქვენ შეგიძლიათ არხი გამოიწეროთ და ვიდეოც მოიწონოთ. აი ასე უნდა გაიზარდოს მასაში და გათეთრდეს. თქვეფაშივე დავამატე 125 მილილიტრი ზეთი. $250 მილილიტრ მაწონს ან კეფირს დავამატოთ 1 ჩაის kovsis სოდა, გავთქვიფოთ და ისე დავამატოთ კვერცხის მასას. უკვე ვთქვეფავთ მიქსერის დაბალ სიჩქარეზე. 300 გრამ ფქვილს დავამატე 1 ჩაის kovsi გამაფხვიერებელი. თასიდან ცოტა ფქვილი დავაცარი, რომ ადგილი განთავისუფლდეს. თქვენ თუ დიდი თასი გაქვთ, შეგიძლიათ იქვე დაამატოთ 40 გრამი კაკაო. გავაგრძელებ ფქვილის დამატება. აუცილებლად დავაცრათ, გაცრით ფქვილი უფრო ჰაეროვანი ხდება და კექსი უფრო ფაფუკი გამოგივართ. ჯერ kovsit შევურევო, რომ მიქსერმა არ გამიფანტოს. მერე მიქსერის დაბალ სიჩქარეზე კარგად შევურიოთ ფქვილი. უნდა მივიღოთ დასასხმელი ბლანტი ცომი. ვიდეო უკვე დასასრულს უახლოვდება, ამიტომ არხის გამოწერა და ვიდეოს მოწონება არ დაგავიწყდეთ. დავასხი 26 სანტიმეტრის ფორმაში. ზევიდან მოვალაკი შავი გოგრაბლები, რა თქმა უნდა, კურკა გამოცლილი მაქვს. ცხობა წინასწარ გახურებულ ღუმელში 170 გრადუსზე 40-45 წუთი. მზაობა აუცილებლად ჩხირზე შეამოწმეთ, ჩხირი მშრალი უნდა გამოვიდეს, შეიძლება უფრო მეტი დრო დასჭირდეს საცხობად. თან კარგად დაჩხლიტოთ, გაუკეთოთ აი ესეთი ნაჩვრეტები სიროფის დასასხმელად. ცხელ კექს მოვასხი უკვე გაციებული ჩვენი მომზადებული სიროფი. სიროფის გოგრაბლები შეგიძლიათ ზედვე დატოვოთ. ასე დავტოვოთ შეგრილებამდე, რომ სიროფი შეისრუტოს. მე ცოტა ადრე გადმოვიღე სეტკაზე და სიროფი შესათვისებელი აქვს. სეტკაზე დავტოვებ სრულ გაციებამდე. გაციების მერე შეგიძლია უკვე დაჭრათ და მიირთვათ. მე კი ცოტას გავაფორმებ, ზემოდან მოვასხი გამდნარი შოკოლადი, მოვალაგე ალუბლები და მოვაფრქვიე კაკაოც. აი ასეთი საოცარი შავი გოგრაბლის კექსი გამომივიდა. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ალუბლით და სეზონზე აუცილებლად გამოაცხეთ, თუმცა გაყინული ალუბალი და გოგრაბლითაც შეიძლება გამოცხობა და ასევე კომპოტიცაც საუკეთესო გამოდის. ჩვენ კი ახლა დავჭრათ და დავაგემოვნოთ. საოცრად ფაფუკია, ნახეთ როგორია. ნოტიო გაჟღენთილი საოცარი სიროფით და ძალიან გემრიელია, ისე რომ აუცილებლად გამოაცხეთ. ვიდეო რეცეპტი თუ მოგეწონათ, არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ, რომ ბევრი საინტერესო რეცეპტი არ გამოგრჩეთ. ჩემი მხრიდან არასწორი იქნებოდა ალუბლის კექსის რეცეპტი რომ არ შემოგთავაზოთ. ამიტომ აქვე გთავაზობთ ალუბლის კექსის რეცეპტს.
კვერცხი, რომელსაც მოვათავსებთ თასში. ცოტა გავთქვიფოთ, რომ კვერცხის გულები დაიშალოს და მერე დავამატოთ შაქარი. გავაგრძელოთ თქვეფა მასის გათეთრებამდე. ვამატებთ ვანილს, მაწონს დავამატოთ 1 ჩაის კოლსა სოდა და გავთქვიფოთ, რომელიც აფუდება თან ვამატებთ კვერცხიან მასას. უკვე ვთქვეფავთ დაბალ სიჩქარეზე. დავამატოთ მცენარეული ზეთი. დავიწყოთ ფქვილის პორციებად დამატება, თან ვთქვიფოთ დაბალ სიჩქარეზე. ფქვილი კარგად გადავურიოთ და ჩვენი ცომი მზად არის. გამოვიყენე დაახლოებით 200-250 გრამი ალუბალი. გამოვიყენე თვლით. ამას უნდა დავაყაროთ ან ფქვილი, ან კიდე სახამებელი. აი ესე. გადავურიოთ, რომ აი ესე ნახევარ ცომს ჩავასხამთ საცხობში, რომელსაც დაფენილი აქვს პერგამენტის ქაღალდი. ალუბალს დამოვაყაროთ ცოტა შაქრის ფხვნილი და ფქვილი ერთმანეთში არეული და ესე საცითაოდ ჩავალაგოთ ცომზე ზემოდან. შეგიძლია კექსში გამოიყენოთ გაყინული ალუბალი, რომლებსაც მოაყრით ცოტა შაქრის ფხვნილს და ეგრევე გაყინულს დაალაგებთ ცომზე. დავასხათ ცომის მეორე ნახევარი. ზემოდან ისევ დავალაგოთ ალუბლები, შევდგათ ღომელში და გამოვაცხოთ 170-180 გრადუსზე 40-45 წუთი. გაითვალისწინეთ თქვენი ღუმლის სიმხურვალე. 35 წუთის გასვლის მერე შეამოწმოთ ნამცხვარი და დატოვეთ სრულ მომზადებამდე. გამოდის ასეთი საოცარი და სახელდახელო ნამცხვარი, ძალიან არომატული და გემრიელი. გადმოვიღოთ სეტკაზე და გავაციოთ. აი ესეთი გვაქვს. ეხლა ჩვენ ეს ამოვატრიალოთ. მე ზემოდან მოვაყარე შაქრის ფხვნილი. გავჭერათ. როგორი გამოვიდა. დავჭერათ და მივირთვათ. გამოდის საოცრად გემრიელი და ფაფუგი. წყობისას გაითვალისწინეთ, რომ ალუბალი არის ძალიან წვნიანი, ამიტომ ვაყრით ფქვილს ან სახამებელს. თუ
თუ ძალიან ბევრ ალუბალს დაამატებთ ცომში, ცხობისას ის წვენს გამოუშვებს და ჩავარდება, ცხობას ვერ მოასწრებს, არ გამოვა კარგი. ამიტომ ეს გაითვალისწინეთ. უმჯობესია რომ ალუბანი არ იყოს ძალიან წვნიანი. მე კი თქვენ ახლა დროებით გემშვიდობებით, მალე ისევ შევხვდებით ძალიან საინტერესო რეცეპტებით, იქამდე კი ბედნიერ დღეებს გისურვებთ და ბედნიერ ზაფხულის გატარებას.